ჩვენ ახლა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ვართ, სადაც საქართველოს ნაკრები ზედიზედ მე-6 დიასპარეზებს ევრობასკეტზე. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის პირველი მეტოქე იქნება ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული, მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები, რომელიც რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. დღეს ლიმასოლში პირველ შეხვედრას სწორედ საქართველოს ნაკრები ჩაატარებს, ევრობასკეტი კი გუშინ გაიხსნა, გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები. საქართველოს ნაკრებისთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სრული შემადგენლობით იასპარეზოს გუნდმა, რაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რადგანაც გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მნიშვნელოვანი პერიოდი გამოტოვა მოსამზადებელი საქართველოს ნაკრებთან ერთად და როგორც გუშინდელ პრესკონფერენციაზე თავად აღნიშნა, მას სურს რომ გუნდს დაეხმაროს და არ დააწვეს ტვირთად, თუმცა გულშემატკივარმა და რა თქმა უნდა ექსპერტებმაც იციან, რამდენად მნიშვნელოვანია თორნიკე შენგელიას თამაში საქართველოს ნაკრებისთვის და იმედს იტოვებენ ქართველი გულშემატკივარები, რომ დღეს თორნიკე შენგელია შეძლებს საქართველოს ნაკრების დახმარებას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. ესპანეთის ნაკრების გარდა ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსის და ბოსნიის ნაკრებები, იმისათვის რომ პლეი-ოფში გავიდეს საქართველოს ნაკრები და გამოსვლა უკვე გუნდმა გააგრძელოს ლატვიაში. ამისთვის საჭირო არის რომ გავიდეს 4-ეულში, ამისათვის მინიმუმ 2 შეხვედრა ექნება, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს მოსაგები და ვნახოთ როგორ იასპარეზებენ ქართველები დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის წინააღმდეგ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში. მათ ძალიან ცოტა სისუსტე აქვთ. საოცარი და გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ და ყველა კომპონენტში ძლიერები არიან. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ეს სტილების დაპირისპირება იქნება. ჩვენს გვაქვს ჩვენი ძლიერი მხარეები და მჯერა ამას მათთან მატჩში გამოვიყენებთ. ცხადია, ისინი ფავორიტები არიან თუ ამას მეკითხებით, მაგრამ ჩვენი მიზნები გვაქვს. ჩემ ჯანმრთელობას რაც შეეხება, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. ერთადერთი რაზეც არის დამოკიდებული ჩემი თამაშის შემდეგ თამაშზე, არის თუ რამდენად მოვახერხებ ასე ვთქვათ, იმ დონეზე ფორმაში შესვლას, რომ გუნდს დავეხმარო. არ მინდა რომ რაღაც ზედმეტი წონასავით ჩამოვეკიდო გუნდს, იმიტომ რომ ფორმაში არ ვარ. იმიტომ რომ 2 კვირა არაფერი არ გამიკეთებია, არ შეიძლება და არაფერს გაკეთება, ანუ საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია და უბრალოდ 3 ვარჯიში მოახერხე ხვალინდელ თამაშამდე. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვცდილობ გავაკეთო იმისთვის, რომ ვიყო მზადყოფნაში, რომ ოდნავ მაინც შევძლო ჩემი გუნდისთვის დახმარება. ჩვენ და ესპანეთსაც შეეხება, როგორც ჩვენ მომწვრთნელმა აღნიშნა, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ალბათ ევრობასკეტზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ძლიერი მხარეები და შევეცდებით, რომ ჩვენ ძლიერ მხარეზე დავაფუძნოთ ჩვენი თამაშის მთლიანი სტრატეგია და შევერკინოთ ხვალ ესპანელებს. ესპანეთის ნაკრების შემდეგი შეხვედრა საქართველოს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ უწევს. გუნდმა შეგახსენებთ, რომ მოსამზადებელ პერიოდში ყველა შეხვედრა დათმო, თუმცა ეს მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდი იყო და რა თქმა უნდა მთავარი ბრძოლები უკვე დღეიდან იწყება საქართველოსთვის და ვნახოთ დღეს როგორ ითამაშებს გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.